მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და მაყურებელს რა თქმა უნდა აქვს საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და მიიღოს ჩვენთან ერთად გადაცემაში მონაწილეობა ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი ყველაზე მოთხოვნადი ნევროლოგი და ის პრობლემები რომელიც არის სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში გახშირებული, მოდით ასე ვთქვათ. დიდი მადლობა ქალბატონი თამარ, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გმადლობთ მობრძანებისთვის. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება დამოუკიდებლობა და ალბათ დამეთანხმებით თქვენც და ჩვენი მაყურებელით რომ ეს არის საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა. რას ნიშნავს ბავშვის დამოუკიდებლობა ქალბატონი თამარ ამითი რომ დავიწყეთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ბავშვის დამოუკიდებლობაზე და უნარებზეა რა თქმა უნდა აქ საუბარი. ვსაუბრობთ იმაზე რომ რამდენად მზად არის უკვე ბავშვთა როგორ მოვამზადოთ იმისთვის რომ მან მიიღოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილება დასახოს შესაბამისი გეგმა და რაც თავარია განახორციელოს ეს აქტი დამოუკიდებლად. ამ შემთხვევაში შეიძლება ერთის მხრივ ვისაუბროთ მაგალითად ფიზიკურ და მოტორულ დამოუკიდებლობაზე, ვისაუბროთ შემეცნებით დამოუკიდებლობაზე, ემოციურ დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ. და ბუნებრივია მოსახლეობისთვისაც ცნობილია და ეს ვისაც კი ოდნავ მაინც ბავშვთან შეხება ქონია, როგორ ეტაპობრივად ვითარდება ეს ბავშვის ცხოვრებაში. ზოგიერთი უნარი ასწრებს, ზოგიერთი უფრო მოგვიანებითი ასაკის პრეროგატივაა, ასე ვთქვათ, მაგრამ რატო ვსაუბრობთ ამაზე, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად, ვინაიდან ცოტა ეს ჰიპერმზრუნველობა, ასე ვთქვათ, ხო, ცოტა გარკვეულწილად ინფანტილიზაცია პრობლემას გვიქმნის ხოლმე ბავშვის სრულყოფილ ესეთ ადეკვატურ ჩამოყალიბებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჰიპერმზრუნველობა ყოველთვის განიხილება როგორც აბნორმული მდგომარეობა, ანუ ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ზრუნვასაც ვიჩენთ, ზომიერების ფარგლებში ყურადღებას ვიჩენთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროზე მივცეთ თავისუფლებაც ბავშვებს და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, საკმაოდ ადრეული ასაკიდანაც შეიძლება შემოდიოდეს უნარები ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც მას შეიძლება ვანდოთ დამოუკიდებლობა და ვანდოთ, ასე ვთქვათ, თავისუფლება ამ უნარების განვითარებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ბავშვის ცხოვრებაში ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც დაეხმარება მაგალითად ჩაცმაში, ვინც დაეხმარება მაგალითად საკვების მიღებაში, მაგრამ დამოუკიდებლად შეუძლია ბავშვს მან ეს უნდა გააკეთოს. აღმოჩნდა, რომ თუ ეს უნარებით ზედმეტად დაუშვათ დავზოგეთ, ასე ვთქვათ, ბავშვი და გავაზარმაცეთ, ანუ დროულად არ მივეცით ამ უნარებსაც თავისი მწვანე შუქი და განვითარება მოგვიანებით სხვა ტიპის უნარების განვითარებაში ამან შეიძლება შეუშალოს ხელი და მაგალითად თვითშეფასების დაქვეითება გამოიწვიოს, სხვადასხვაგვარი ესეთი უმწეობის განცდა გააჩინოს, განსაკუთრებით თუ ასეთი ბავშვი, რომელსაც არასაკმარისად აქვს განვითარებული და ასაკის შეუსაბამოდ აქვს დამოუკიდებლობა განვითარებული და აღმოჩნდა მშობლების სივრცის მიღმა, ოჯახის სივრცის მიღმა, აღმოჩნდა, რომ დამატებით პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამან და დამატებითი ბარიერები. შესაბამისად, დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტი კვლევაც დაიდო, მეტი გამოცდილებაც მივიღეთ და უფრო აქტუალური გახდა ამაზე საუბარი. განსაკუთრებით ვიტყოდი და არ მიწყენს ალბათ მაყურებელი და ალბათ დამეთანხმება კიდევაც, რომ ქართულ საზოგადოებაში ჰიპერმზრუნველობა კიდე დამატებით აქტუალური პრობლემაა ხოლმე. ცოტა დიდხანს ვტოვებთ ბავშვებს ბავშვებად, ასე ვთქვათ და თვითონ ლექსიკაშიც კი რა ასაკამდე შეიძლება მოიხსენიოს მშობელმა და ოჯახის წევრმა ადამიანი ბავშვად, უკვე ეს მეტყველებს, ასე ვთქვათ, ჩვენს დამოუკიდებლობაზე და მით უფრო ეხა ჩვენ დღეს მაგალითად რაღაც ვადებს გავაჟღერებთ, რომელზეც ბევრს გაუჩნდება ესეთი უხერხულობის და უკმარისობის განცდა, რომ როგორ უკვე მაგალითად წლამდე ბავშვს შეიძლება რაღაც ეტაპზე დამოუკიდებლობა ჰქონდეს. როგორ შეიძლება დამოუკიდებლობის უნარებზე უკვე წლამდე ვისაუბროთ მაგალითად, ხო, თვეების ბავშვთან ვისაუბროთ, ხო? ამიტომ ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ესეთი მეტნაკლებად იდეალური ვარიანტები შევთავაზოთ, თუმცა არავის არ აქვს, რა თქმა უნდა, იმის ილუზია, რომ პირველივე ცდაზე ნებისმიერი ბავშვი ნებისმიერ უნარს განავითარებს ერთი, პირველივე ცდაზე ყველა ოჯახის წევრს ეყოფა
ის გამბედაობა რომ თავისუფლება მიანიჭოს თავის პირმშოს და არ ჩაერიოს მაგალითად ვისაც თავისუფლები ყავს კი ბატონო ისე გათამამებული მოდით ასე ვიტყვი ბჭყალებში გაზარმაცებული მეცნობა ჩემი თავი ახლა და როგორი რთულია იმ ყოლაფრის შედეგამდე მისვლა რასაც თქვენ საუბრობთ რასაც დამოუკიდებლობა ქვია თუმცა გამოცდილება მაჩვენა რომ რაც უფრო მეტად გავთამამდით ასე ვთქვათ ოღონდ ამ ყოლაფერს რა თქმა უნდა ვაკეთებთ ერთად რა თქმა უნდა თავიდანვე შესავალს ვაკეთებთ რომ არანაირად ეს არ განიხილება რომ ეს არის ადვილი და ამას ჭირდება დრო ამას ჭირდება მოთმინება ამაში უნდა ჩაიდოს ძალისხმევა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოჯახის ყველა წევრს კონდეს ერთნაირი შეხედულება და ერთი ტიპის მიდგომა მაგალითად ამასთან მიმართებაშიც ასევე გეტყვით რომ შეიძლება არ კონდეს ოჯახის რა თქმა უნდა და ეს ცოტა ხელს გვიშლის ხოლმე პაპებს იმიტომ რომ ისინიც გარკვეულწილად ცდილობენ რომ გაათავანონ მთელი რიგი პრობლემებია და მთელი რიგი ჯაჭვური პროცესები მიმდინარეობს აქ ბავშვის ახსნა განვითარებაზე. ყველაზე მეტი ხელი შემშლელი რა არის ხოლმე იმის გარდა რომ მე თვითონ არ მეთმობა, მე თვითონ მეხალისება, მე თვითონ მიხარია, როდესაც აი კალთაში მიზის და ვაცმევ, გვერდით მიზის და ვაჭმევ, ხო აი მასთან ერთად გავდივარ თვითონ ამ ეტაპებს. ძალიან დიდი ხელი შემშლელი ფაქტორი ამაში არის ხოლმე დროის კომპონენტი, რო ჩქარა მეჩქარება და რა თქმა უნდა ბავშვი დამოუკიდებლად რა იცვამს უფრო ნელა ვიდრე მე შემიძლია მას ჩავაცვა ხო ამიტომ რიგ შემთხვევებში არავინ არ ამბობს იმას რომ დავუშვათ რაღაცა გადახვევა წესებისგან არის მაგრამ სისტემატურად მაგალითად ანუ რეგულარულად და რუტინულად ბავშვს უნდა კონდეს იმის საშუალება რომ ასაკის შესაბამისად თვითმოვლის ღონისძიებები მაგალითად თვითონ გაატაროს ხო ამაში შედის დამოუკიდებლად კვება ამაში შედის დამოუკიდებლად ტანსაცმლის ჩაცმა გახდამით უმეტეს ადვილია ხო მაგალითად მატღილების შეკვრის და ქამრის შეკვრის და ტუალეტის ჩვევები ყველაზე დიდი აქილევსის ქუსლი ასე ვთქვათ საზოგადოებაში რაც არის ეს არის როდიდან იწყება ტუალეტის უნარები მაგალითად დამოუკიდებლად და მათ შორის ჰიგიენის დაცვა ანუ დაბანასთან დაკავშირებით კი ბატონო ანუ შეგვიძლია უკვე ამ ეტაპებზე გადავიდეთ ნახეთ ერთის მხრივ 2-3 წლის ასაკი ანუ უმეტესობა უნარებთან მიმართებაში თვითმოვლის უნარებთან მიმართებაში არის საკმაოდ კრიტიკული პერიოდი და რატო ამას აქვს თავის ფიზიოლოგიური ახსნაც ვინაიდან ეს სწორედ ისეთი გარდატეხის პერიოდია ბავშვის ფსიქიკაში და ბავშვის ფსიქოემოციურ განვითარებაში როდესაც აქტიურად ყალიბდება კომპონენტი მე და თვითონ ბავშვი ემოციურადაც და ფიზიკურადაც იმიტომ რომ ამ უნარების განვითარებას ხო ჭირდება გარკვეული მსხვილი მოტორული უნარები ჭირდება გარკვეული ნატიფი მოტორული უნარები მტევნის ფუნქცია მეტნაკლებად დახვეწილი უნდა იყოს და გავარჯიშებული უკვე რომ მაგალითად ღილების შეკვრაზე ან უბრალოდ ჩაცმაზე ვიმუშაოთ ამ ყველაფერთან ერთად 2-3 წლის ასაკი არის მზად იმისთვის, რომ ბავშვი თვითონ ითხოვს მოსინჯოს რაღაც დამოუკიდებლად. აი მზად არის, ემოციურად არის ამისთვის მზად და კარგი დროა რომ გამოვიყენოთ და წავახალისოთ. ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ აი ინტერესი გავუღვივოთ, ანუ პატარ-პატარა დაბრკოლებებს ამ ასაკში. პირიქით ინტერესით, ანუ იმედგაცრუებაზე მეტად ხდება ინტერესით, ანუ ჟინი აქვს რაღაცა რომ აი ერთხელ ვერ შეძლო, მოდი კიდე სცადოს. მაშინ როდესაც თუ ჩვენ ეს 2-3 წლის ასაკი გავუშვით ხელიდან იმ თვალსაზრისით რომ გადავედით ჰიპერმზრუნველობაზე საფრთხე ჩავუნერგეთ რამენაირად რომ რაც არ შეუძლია აი ჩქარა დავუშვათ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ხო არ მივეცით ამ ბევრი მცდელობების საშუალება დროულად მას შეიძლება თავისთავად ჩამოუყალიბდეს აი ეს რომ მას არ შეუძლია ჩამოუყალიბდეს განცდა რომ ანუ აზრი არა აქვს მცდელობას აუცილებლად ეს მის ნაცვლად სხვამ უნდა გააკეთოს და მე უკვე როდესაც 4-5-6 წლის ასაკში მოგვინდება რომ იყოს ბავშვი დამოუკიდებელი გაუჭირდება უკან დაბრუნება ნახეთ იმიტომ რომ იმედგაცრუება მეტად გამოსცადა ვიდრე მაგალითად გამარჯვების სიხარული ამ დროს 2-3 წლისას შეცდომები გაცილებით ეპატიებოდა ვიდრე მაგალითად 4-5 წლისას ეპატიება და გამოდის რომ უკვე უფრო მოკლე დროში უნდა ჩავატიო უცებ უნდა ვასწავლო რაღაცები რაც 2 წლიდან შეიძლება და ნება თამაშით ეტაპობრივად განმტკიცებულიყო ზუსტად ის რომ ხან მე ჩავაცვი ხან თვითონ ჩაიცვა მაშინ როცა
3-4 წლის ასაკში უკვე საყვედურზე გადავდივარ, რომ აი ეს როგორ არ შეგიძლია, ან როგორ ვერ ახერხებ ამას. ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ, პრობლემატური საკითხია, ჩემთვისაც და ალბათ ყველა მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ყველა შეცდომას უშვებ, რასაც თქვენ საუბრობთ ახლა. დამოუკიდებლად ყვება ბავშვის, დედა მაჭამე, დედა ის წყალი დამალევინე, დედა ის მინდა, დედა ეს მინდა. აი სამწუხაროდ ვართ ასეთი რეალობის წინაშე, გეუბნებით აგერ ცოცხალ მარტივ მაგალითს. კი ბატონო, ყვებასთან მიმართებაში ვიტყოდი იმას, რომ ყვება ალბათ ერთ-ერთი აი ზუსტად ის უნარია თვითმოვლის უნარებიდან, რომელიც საკმაოდ ადრე შეიძლება რომ განუვითაროთ, იმიტომ რომ როგორც კი ბავშვი თავის პაწია ხელებით სათამაშოს ტაცებას ცდილობს, როგორც კი უკვე მიზანმიმართულად შეუძლია ნივთი ჩაიდოს პირში, და როგორც კი პინცეტისებური ტაცება ყალიბდება, ასე ვთქვათ, რომ საჩვენებელი და ცერათითი გამოიყენოს და ეს არის უკვე სადღაც 8-9-10 თვის ასაკში, ჩვენ უკვე მას შეიძლება შევთავაზოთ ადეკვატურად დამუშავებული საკვები. პატარა ესეთი მცირე კრეკერების ზომით დაჭრილი რბილი ხილი მაგალითად, ან რბილი რაღაც ესეთი პურის ნაჭერი მაგალითად, ნამცხვრის ნაჭერი, ასე შემდეგ რბილი, რომელიც ბევრ დაღეჭვას არ საჭიროებს, იმიტომ რომ ბავშვი ვერ დაღეჭავს კბილები ჯერ, მაქსიმუმ რამდენიმე კბილი ქონდეს ხო პირში. ანუ რეალურად პირში უნდა დნებოდეს ის საკვები, რასაც მივცემთ, მაგრამ ის რომ მანის პაწია კუბი მაგალითად, ხილის პაწია კუბი 2 თითით აიღო და პირში ჩაიდო. ის ერთი ლუკმა დააგემოვნა, ხა კიდე მოინდომა დაუშვათ მეორე, მესამე. ეს უკვე არის პირველი ეტაპი, რომ მან დაიწყო დამოუკიდებლად ყვება, ოღონდ ხელის გამოყენებით. ეტაპობრივად მე, როგორც კი უკვე მუჭით ტაცება აქტიურად ვითარდება და მაგალითად ვხედავთ, რომ აი მას უკვე ჯოხის დაკაკუნება, არა უბრალოდ კუბიკის ჯოხის დაკაკუნება და შეუძლია ნელ-ნელა შეიძლება შევთავაზოთ კოვზი და შეიძლება შევთავაზოთ ჩანგალი. ოღონდ აქ ყოველთვის განიხილება ის, რომ როგორი უნდა იყოს ის მოწყობილობა, რომლითაც დაუშვათ ჩვილი ბავშვი დამოუკიდებლად იკვებება. ბუნებრივია იშვიათად, რომ ეს იყოს იგივე კოვზი და ჩანგალი, რომელსაც ჩვენ ვხმარობთ. ბავშვის მტევანი პატარაა, მას მძიმე ნივთის აღება ნაკლებად შეუძლია და მანიპულირება შესაბამისად, ისედაც ხო რომ დავაკვირდეთ, ჩვილი ბავშვის კოვზი და ჩანგალი შედარებით მსუბუქია, შედარებით პატარაა და ნახეთ ოღონდ არის შედარებით მსხვილი. ტარი არა აქვს ისეთი ნატიფი და წვრილი, როგორიც მაგალითად ექნება ჩვენს დანას, ჩვენს ჩანგალს და ჩვენ კოვს, იმიტომ რომ ის ჩვენებურად ვერ დაიჭერს ამას, ხო? მან ესეთი მტევნით ტაცება უნდა განახორციელოს, თუმცა ესეთ ტაცებით მომარჯვებული კოვზი მაგალითად მან შეიძლება პირთან მიიტანოს. სრულიად ბუნებრივია, რომ პირდაპირ წვნიანს არავინ არ აჭმევს, ხო? დამოუკიდებლად წვნიანს ვერ შეჭამს, მაგრამ სქელი ფაფის ტიპის საკვები თავისუფლად შეიძლება რომ 1-2 კოვზი პირამდე მივატანინოთ, ხო? იგივე ეხება ჩანგალსაც, ანუ გარკვეული მიმართულების მიცემა შეიძლება იყოს და ბუნებრივია ის რაშიც მან ჩანგალი უნდა ჩაარჭოს და ბუნებრივია ასე პატარა ბავშვის ჩანგალი არ არის ისეთი მახვილკიბილებიანი, როგორიც ჩვენი, შედარებით ბლაგვი პირი აქვს, რომ მან უცებ რო ხელში მოირტყას, ან უცებ ლოყაში მოირტყას, შესაბამისად ის რაშიც მან უნდა ჩაასოს ეს ჩანგალი, არის შედარებით რბილი, რომ ადვილად დაძლევადი უნდა იყოს და რა თქმა უნდა ესეთი აი თვითონ ის ჯამიც ასე ვთქვათ, სადაც ეს საკვებია მოთავსებული, რა სადაც უნდა ამოუწოს ბავშვმა კოვზი, სადაც უნდა ჩანგლით მაგალითად ეს ულუფ ამოძებნოს, არ უნდა სრიალებდეს მაგიდაზე, არ უნდა იყოს დიდი ზომის ჯამში მაგალითად თითო ალბათ ასევე ბოდიშთ რომ გაწყვეტინებთ პლასმასის ჩანგალი ან სილიკონი ან ხარისხიანი პლასმასი, ჩვენ ამაზე სათამაშოებთან მიმართებაში ვქონდა საუბარი, რომ ქიმიური შემადგენლობა იმ ნივთის, რასაც ბავშვი იყენებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ხარისხიანი პლასმასი, ხარისხიანი სილიკონი, რომელიც ტოქსიური ნივთიერებებისგან იქნება თავისუფალი. ლითონი ადრეულ ასაკში ნაკლებად რომ თვითონ დამოუკიდებლად ბავშვმა გამოიყენოს. ანუ მსუბუქი, რბილი, არა მახვილკიდეებიანი, შედარებით მსხვილტარიანი, რომ ის ხელიდან არ უსხლტებოდეს და ის სტრუქტურა, რასაც ჭამს, არის რბილი, დამყოლი, არ უნდა ცურავდეს თებში მაგიდაზე, იმიტომ რომ მას უნდა ქონდეს მოჭიდების საშუალება და რა თქმა უნდა არ განიხილება რომ დამოუკიდებლად ყვება არ ნიშნავს რომ ბავშვი მარტოა მაგიდასთან. ბუნებრივია ჩვენ გვერდით ვართ, ვაძლევთ მიმართულებას, ვაძლევთ რჩევას, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ის რაც ბავშვს შეუძლია გავაკეთოს დამოუკიდებლად, მის ნაცვლად არ გავაკეთოთ. აი დამოუკიდებლობის განვითარების თუ წახალისების აუცილებელი ოქროს წესი არის ის, რომ ვართ გვერდით,
ვაძლევთ რჩევებს, მიმართულებას, მაგრამ არ ვაკეთებთ ბავშვის ნაცვლად იმას, რაც წესით მას უკვე შეუძლია რომ გააკეთოს დამოუკიდებლად. ხო? და მერე უკვე მოზრდილ შედარებით მოზრდილ ასაკში 2 და 3 წლის ასაკში რეალურად წვნიანის მიღებაც არ უნდა უჭირდეს, ასე ვთქვათ, ბავშვს 3 წლის ბავშვია, რომელიც უკვე ბაღში წასასვლელადაც მზად არის, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, შხეფები, არავის არ უკვირს, რომ რაღაც შხეფები შეიძლება დავიწუწოთ, შეიძლება გარკვეულად წინსაფარი ან დაუშვათ მისი ნაჭრის ხელსახოცის გამოყენება დაგჭირდეს, იმიტომ რომ ტანსაცმელი არ დაგვესვაროს, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ 3 წლის ბავშვს, რომელსაც უკვე აი ეს უნარები მანამდე პიურესთან მიმართებაში, ფაფასთან მიმართებაში აქვს, პრინციპში პატარა კოვზით ეს არ იქნება დიდი და ღრმა კოვზი, რომლითაც პირთან დიდი ულუფა უნდა მიიტანოს, მაგრამ გარკვეულად თხევადი კომპონენტის პირამდე მიტანა უნდა შეძლოს ისე, რომ დაუშვათ ბევრი არ დაეღვაროს და პირში ულუკმა ჩაიდოს. აქ უკვე შემოდის ის ფაქტორი, რომ სკამი, სადაც ბავშვიზის უნდა იყოს ასაკის შესაბამისი, ბავშვს არ უნდა უწევდეს, მაგალითად არ უნდა იყოს მაგიდა მეტისმეტად მაღალი და მეტისმეტად დაბალი და ნუ მყარად უნდა გრძნობდეს თავს, იმიტომ რომ თუ ძალიან არაკომფორტულ პოზიციაშია ბავშვი, ის ახლა კიდე ხელის კოორდინაციას და იმას ბუნებრივია ვერ შეძლებს. ანუ დაბალი მაგიდა ან მაღალი სკამი ჩვენს მაგიდასთან მაგალითად, ხო? ანუ რჩევებს აძლევთ მშობლებს, რომ აი ზუსტად გათვალონ, აი თუნდაც მაგალითად ხელი დაიბანონ სახში. ახლა ბაღში მაგალითად ზუსტად არის გათვლილი სიმაღლესთან. ეს ყველაფერი შეუძლია ბავშვს ხელი დაიბანოს. შეიძლება ოჯახში არ გქონდეს ასე გათვლა, აი მაგალითად ონკანთან მივიდეს წყალი და იხარ. ძალიან კაი შეკითხვა მაგალითად ბავშვი. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა. კი, სახლში ერთი რო დავუშვათ, თუ რამდენიმე ბავშვი გყავს, იქ შეიძლება რომ ცალკე მაგალითად დაბალი მაგიდა და რამე იყოს. ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი რომ სახლში მაგალითად აი უფრო მაღალი სკამი და საერთო მაგიდასთან ვიდრე დავუშვათ ცალკე გამოვუყოთ ბავშვს საკვების სივრცე. ან იმ საკვების სივრცეში მას უნდა ყავდეს პარტნიორი. ხო? აი ამ დამოუკიდებლობის ფორმირების და დამოუკიდებლად უნარების განხორციელების ფორმირების პროცესში ჩვენ ვთქვით რომ რჩებით გვერდით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ყავდეს ჭამაში პარტნიორი. ანუ მარტო არ ჭამდეს მის გვერდით იგივე ტიპის საკვებს ზრდასრული უფრო დახელოვნებული მისი უფროსი დედმამიშვილი მაგალითად იგივე საკვებს მიირთმევდეს იგივე ფორმით, რაც გვინდა რომ ბავშვმა დაისწავლოს, იმიტომ რომ მიბაძვას კონდეს ადგილი წახალისებას, ხო? ბავშვები რაღაცებს ხო ბევრი რამეს ჩვენი ხათრითაც სწავლობენ, თორე თვითონ შეიძლება სულ ვერ აცნობიერებდეს მაინდა-მაინც ახლა უნდა არ უნდა და შეიძლება იყოს ესეთი ცოტა დარდიმანდი ტიპაჟი, რომელსაც ძალიანაც მოსწონს, როდესაც ემსახურებიან. ხელის დაბანა და ზოგადად ჰიგიენური პროცედურები, ეს არის ცალკე მიმართულება აი ამ დამოუკიდებელ უნარებში, რომელსაც იგივე 2-დან 3 წლამდე ასაკში ძალიან ითხოვენ ბავშვები თვითონაც და ძალიან ეხალისებათ უკვე თვითონაც რომ აძლევთ ამის საშუალებას და გეთანხმებით. საბავშვო დაწესებულებებში, გასართობ ცენტრებში, მაგალითად საბავშვო ბაღში ჩვეულებრივ ადაპტირებულია და დაბალია, მას პირდაპირ შეუძლია ნიჟარასთან მივიდეს. სახლში ასე ვერ გვაქვს ასეთი, ამიტომ გამოსავალი არის სადგამი, ხო? ტაბურეტის შესაბამისი ზომით ან უკიდურეს შემთხვევაში მიჭირავს ხელში, თუმცა ეს ცოტა არაკომფორტულია ხოლმე არც მოზრდილისთვის და არც ბავშვისთვის, მაგალითად, როდესაც ესეთი გაკავებული მყავს, მაგალითად, ქვედა კიდურებს. გამოვვალ სიტუაციაში სტუმრად ვართ, მაგალითად, ესეთი რამე შეიძლება. თუ არა და სახლში ყოველთვის შეიძლება ახლა ბავშვები სწრაფად იზრდებიან და ცვალებადობა ამ სადგამს ჭირდება, მაგრამ ესეთი მყარძირიანი არ უნდა ყანყალებდეს, არ უნდა ცურავდეს იგივე იმ ფილებზე, ასე ვთქვათ, საბაზანის ფილებზე და კარგი წვდომა უნდა ქონდეს მასთან, ხელსაბანის ონკანთან. მათ შორის გასახსნელთან. ანუ მაქსიმალურად სასურველია თუ ბევრ კომპონენტს გააკეთებს ბავშვი თვითონ. შესაბამისად მიწვდა რო გახსნა, დავიბანეთ ხელები და მერე დავუშვათ მიწვდას მიხვდა გაანალიზა. კი ბატონო, მივწვდით მას რა ქვია პირსახოც, შეიძლება პირსახოცის ჩამოღებაში მივეხმარო მაგალითად მაქსიმალურად, მაგრამ მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს თვითონ. წახალისების თვალსაზრისით, აი ერთია რომ როდესაც სულ ეხლა ხანს ვსწავლობ, ან ვაყურებინებ, ნახე მიყურეს, მოდი ჯერ მე დავიბან ხელებს და მერე შენახი ავიღე საპონი, დავისხი ახლა ავიქაფე, ახლა გადავივლე წყალი. თვითონ მას
თავიდან შეიძლება მიზანიც ისეც მიზან მიმართულადაც ვუთხრა რომ აბა აიღე ეხა საპონი დაგავიწყდა ეხლა კარგად გაუსვი ხელები კარგად მაგრამ მერე როდესაც ერთხელ ორჯერ 10 ჯერ უკვე ეს პროცესი გაკეთებული გვაქვს იმას კი აღარ ვკარნახობ რომ ეხა შენ საპონი უნდა აიღო აბა შემდეგი რა არის აბა მერე რას ვაკეთებთ ხოლმე აბა ეხლა რა დაგვრჩა რისი გაკეთება რომ მაქსიმალურად აი თვითონაც ესეთი დამოუკიდებლობის განცდა ქონდეს ითვლება რომ სადღაც წლინახევრიდანაც შეიძლება ესეთი მარტივად მაგალითად უბრალოდ ხელები ერთმანეთს გაუსვა ხომ ასე ერთი წლისასაც უკვე რაღაცაც ესეთი მინიშნება შეიძლება გაუკეთოთ მაგრამ 2 წლიდან აქაც ითვლება რომ აქტიურად მზადებას ვიწყებთ სულ ვამბობ ხოლმე რომ ამისთვის ზრდასრულებსაც გვჭირდება ანუ ჩვენც ვემზადებით რომ ეხა დამოუკიდებლობა უნდა მივანიჭო ბავშვს იმიტომ რომ ცოტა ძნელია გაშვება აი რაღაცა ამ ბავშვის გაშვება მაგრამ 3 წლის ბავშვი პლუს მინუს აქ ეხა ზუსტად მართლა დაბადების დღეს აქვს და ხვალ რატო არ იბანს ხელს ესეც არ არის ხო ზოგადად 3 წლის ასაკისთვის და რატო ითვლება რომ ეს არის უკვე ბაღისთვისაც ესეთი ოპტიმალური ასაკი წესით დამოუკიდებლად ხელების დაბანას მეთვალყურეობით მაგრამ კომპონენტების უმრავლესობას დამოუკიდებლად 3 წლის ბავშვი უნდა აკეთებდეს. თქვენ ეს ფიქრობთ, ქალბატონი თამარ, მე მინდა ოდნავ გადავუხიოთ თემა, აი ბაღის ასაკში შეეხეთ და არ შემიძლია არ კითხოთ თქვენი აზრით, პირადი აზრით, ბაღში რომელი წლის ასაკიდან უნდა? ამას არ უნდა პირადი აზრი, ეს საიდუმლო არ არის ზოგადად, ოპტიმალური ასაკი, როდესაც მაქსიმალურად უბრალოდ არის კი არა, უნდა იყოს ბავშვი მზად მეტნაკლებად, დამოუკიდებლობით 3 წელი თუ 2 წელი? არა, 3 წელი. 3 წელი. აბა რატომ 2 წელი ინდივიდუალური. იცით რა, არის ბევრი რამე, არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, ანუ მაინც ასურველია რომ 3 წლიდან შევყვეთ. არ ვაგვიანებთ ესე. არა, არ ვაგვიანებთ. 3 წლის ასაკი, აი მაშინ არ გამოვა თემიდან გადახვევა, იმიტომ რომ ემოციურ დამოუკიდებლობაზეც ხო შეგვიძლია რომ ჩვენ დაუშვათ აქცენტი გავაკეთოთ. ნახეთ, 3 წლამდე ბავშვი მაქსიმალურად მიჯაჭულია ოჯახის წევრებთან და ძალიან უჭირს ხანგრძლივად საათობით არა ოჯახის წევრთან დროის გატარება. გაუჭირდება, რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი ყავდეს, რაც არ უნდა კეთილგანწყობილი იყოს, ბევრი ბავშვი ერთად, სადაც ცოტა ქაოსია, ცოტა აი თვითონ ყველა ძიებაში, არავინ არ არის თავის რაღაცა პირად იმას ჩამოყალიბებული, რამდენიმე მასწავლებლის ამარა. ცოდვა ემოციურად, მაგრამ თუ გამოუვალი სიტუაცია ფიზიკურად არ არის საშუალება რომ დავუშვათ სახლში ყავდეს, ან ბევრი სხვა ობიექტური მიზეზია, დაწესებულება არსებობს, ანუ გამოსავალი არის რომ ბავშვმა იაროს და სადღაც დრო გაატაროს და დღის ცენტრი იყოს, მაგრამ ის რაც ანუ სჭირდება, უკვე საჭიროა, აუცილებელია და ნახეთ, ის რომ უკვე უნდა იყოს მზად. ჩვენ მანამდე დრო უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოვამზადოთ ბავშვი იმისთვის, რომ მან გარკვეული დრო გაატაროს უკვე არა ოჯახის წევრებთან, ოჯახის გარეთ მეგობრებთან, ისინი არ არიან სისხლით ნათესავები, არ არის რაღაც ესეთი, ხო? მეგობრებთან, ეს არის უკვე უფრო ესეთი შორეული სოციალური ცხოვრებისთვის შემზადება, ხო, სკოლისთვის შემზადება, უნივერსიტეტისთვის შემზადება, რომ ცალკე სამეგობრო მყავს იქ, ნახეთ, და უკვე კეთილგანწყობილი, კარგი, საყვარელი ადამიანი, რომელიც არ არის ოჯახის წევრი. გავიცანით, დაუმეგობრდით და დედა მენატრება, მაგრამ ნახეთ, აღარ ვარ დამოკიდებული მის გვერდით ყოფნაზე. ანუ უკვე მჯერა, რომ დედის მიღმათაც არ ინგრევა ქვეყანა. და 3 წლამდე ცოტა ეს ემოციური ბმა მაინც იმდენად ძლიერია, რომ ბავშვს სულ აქ განცდა, რომ აი დედა თუ ვერ დაინახა, ეხა დაინგრა მისი სამყარო. ანუ ყველაფერი მაინც დედაზეა მიჯაჭული. მაგრამ დედა 2-დან 3 წლამდე და 1-დან 3 წლამდე მუშაობს იმაზე და ოჯახის წევრი მუშაობს იმაზე, რომ ბავშვმა თანდათან გაზარდოს ჩემს გარეშე გატარებული დრო. დავტოვე 5 წუთით, ჯერ ბებიასთან, დავტოვე მერე 10 წუთით, მაგალითად ისევ ბებიასთან, ან ამასობაში აგერ სამეზობლოში შევიკრიბეთ, მაგალითად და თავისი მეგობარი აგერ ნაცნობი დეიდა, მაგალითად მეგობრის დედა და მე ცოტა 15 წუთი მოვეფარე მაგალითად თვალს. ნელ-ნელა გავზარდეთ ეს პერიოდი, ან დედა არ არის მამიკოა მაგალითად, ანუ აი ეს ჩანაცვლების მომენტი უკვე მიჩვეულია, რომ დედა მენატრება, დედა კარგია, მაგრამ დედის გარეშეც არსებობს რაღაცა აქტივობები მაგალითად და შეიძლება დროის გატარება, ანუ
არ მაქვს ამისი პრობლემა. აი 3 წლისთვის მეტნაკლებად შეიძლება მოვთხოვოთ ის, რომ საათობით ნახეთ, ეს არის დილიდან რაღაცა რამდენი საათი გამოდის, რაც ბაღში უნდა გაატაროს. და თან ნახეთ, ბაღში უნდა ჭამოს. ის რაც მანამდე მარტო დედასთან და ოჯახის წევრებთან იყო ასოცირებული, უნდა დაიბანოს, ხელპირი საპირფარეშო მოითაოს, ხო? ანუ როგორი ნდობა უნდა კონდეს მას დაუშვათ გარშემომყოფების და უნდა იყოს მზად ამ ნდობისთვის, ხო? ის რაც დაუშვათ მანამდე ცოტა რთულია, რომ 2 წლის და 2 წლამდე 3 წლამდე ბავშვს მოსთხოვო. და აი აქვე მაშინ ბარემ ლოგიკურად გადავიდეთ იმაზე, რომ როდესაც დამოუკიდებლობის განვითარებაზე ვსაუბრობთ, აი დამოუკიდებლად დაიბანა, დამოუკიდებლად შეჭამა. რატომღაც უმეტესობა მოსახლეობაში არის განცდა, რომ ეს ყველაფერი უნდა ისწავლოს ოჯახისგან დამოუკიდებლად, ანუ ბაღმა უნდა ასწავლოს. რა თქმა უნდა, ბაღი არის мотиваცია იმისი, რომ დავხვეწოთ ეს უნარები, იმიტომ რომ აღარ მყავს გვერდზე დედა და ასე უცებ ვერ შემომეშველება. მეტი мотиваცია მაქვს და მეტი საჭიროება, რომ ეს მე გავაკეთო. მაგრამ ნახეთ, თუ ჩვენ ეს უნარები არ დავიწყეთ სახლში, ანუ ამ უნარებს ვამუშავებთ სახლში, ვსწავლობთ სახლში, დავხვეწავთ, გამოვიყენებთ და უკვე ინდივიდუალურ და ესეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ სახლის გარეთ. ბაღი იქნება, სტუმრად წავედით მაგალითად, გასართობ ცენტრში ვართ თუ ასე შემდეგ, ხო? მაგრამ როდესაც სრულიად უცხო ადამიანი მასწავლის დამოუკიდებლობას, ნახეთ როგორი მომენტია, რომ სახლში ყველა მეფერება, სახლში მაჭმევენ, სახლში ზრუნავენ ჩემზე, სახლში ჩამაცვეს, არ შემცივდა თუ დავსველდი, გამასუფთავეს, ასე ვთქვათ და გამამშრალეს, მაგრამ რატომღაც მოვედი აგერ უცხო გარემოში, რა ვიცი, კარგია ეს სათამაშოებით და ეს, მაგრამ აგერ უცხო ქალბატონი მეუბნება, რომ არა შენი თქვენი, არა შენით უნდა გააკეთო. ანუ ეს ცოტა უკმარისობის განცდას აჩენს, ნახეთ, რომ აი დაუცველობის განცდას უფრო აჩენს, როდესაც უცხო ადამიანი აძალებს ამას, მაშინ როდესაც იგივე მოთხოვნა სახლში არავის არ ქონია. ამიტომ პირველი ნათლობა, ასე ვთქვათ, ამ უნარების კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს სახლში იმ ადამიანებთან, ვისაც დაბადებიდან ვენდობი და ვისი სიყვარული, ასე ვთქვათ, დაბადებიდან მაქვს და მას არ ჭირდება იმისი მტკიცება, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ, ისედაც იგულისხმება ეს ყველაფერი ადრეული ასაკიდან. ამაში შედის პირადი ჰიგიენის დაცვაც, ამაში შედის საკვების მიღება, ამაში შედის მათ შორის ჩაცმა და გახდა. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გახდა უფრო ადვილია, შარვალი გაიხადა, მაგალითად, ჟაკეტი გაიხადა, მაგრამ სადღაც აი 2 წლის ბავშვი უკვე ვაჩვევთ იმას, რომ მე წამოვაცვი შარვალი ფეხზე და მან წელამდე ამოიწია. ბუნებრივია ეს თავისუფალ შარვალზეა საუბარი, ხო? შეკვრა ჯერჯერობით ვალსავალდებულო არ არის. 3 წლისთვის. კი, დასრულეთ და ვერგი. 3 წლისთვის ვცდილობ, რომ უკვე ღილების შეკვრა გახსნაზე ვივარჯიშოთ, ასე ვთქვათ. ოღონდ ბუნებრივია, ეს უნდა იყოს ცოტა დიდი მოცულობითი ღილი, არ უნდა იყოს ძალიან პატარა მაგალითად და ძალიან მჭიდროდ მიკერებული არ უნდა იყოს, ხო? თავისუფლად, ანუ მისი პატარა თითებისთვის, манипуляციისთვის უნდა იყოს ადვილი. ის ღილკილო თვითონ არ უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ დაუშვათ, ხო? ცოტა ესეთი თავისუფალი უნდა იყოს. და ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ ვაიმე, იცით, ტანსაცმელი მარტო ფხრიწიანი გვაქვს. ან მარტო ელოა შესაკრავი გვაქვს ტანსაცმელზე და ახლა უნდა ვიყიდო, ანუ ღილებიანი ტანსაცმელი. არ არის საჭირო, რომ მთელი გარდერობი შევცვალოთ. თოჯინას შეიძლება ეცვას ღილებიანი ტანსაცმელი, დათუნიას შეიძლება ეცვას მაგალითად იგივე ელოა შესაკრავი, თუ არა და უამრავი აქტივობებია ეს ზოგი თექის და ზოგი ისე განმავითარებელი სათამაშოები, სადაც არის მაგალითად თასმა გაყრილი და ის შეიძლება, ну, ვირტუალური ფეხსაცმელი, რომელიც შევკარით მაგალითად ფხრიწების სხვა მიზნით შეიძლება რომ იყოს გახსნა შეკვრა, ანუ მაინც და მაინც გარდერობის შეცვლა ამისთვის არ არის ხოლმე აუცილებელი, ხო? მაგრამ აი თანდათან ეს პირველ ეტაპზე უფრო თავისუფალი ტანსაცმელი, მერე ნელ-ნელა უკვე უფრო სრული და უფრო ისეთი ხა რეიტუზის მჭიდრო რეიტუზის ჩაცმა დიდი ხნით მუჭირთ ბავშვებს და შეიძლება სასკოლო ბავშვმაც ვერ ჩაიცვას, მაგრამ სპორტული შარვალი, ელასტიკი მაგალითად ესეთი რბილი ელასტიკი წესით 3-4 წლის ბავშვსაც იმის ჩაცმა არ უნდა გაუჭირდეს. მარჯვენა მარცხენა რა თქმა უნდა ცოტა გვიან შემოდის, ხო? მაგრამ უკვე მეტნაკლებად, ანუ ნახეთ, აი 3-4 წლის ბავშვი მინიმუმ იმას უნდა ხვდებოდეს, რომ არასწორად ჩაიცვა. შეიძლება თავიდან შეცდომა დაუშვა შერჩევაში, მაგრამ იმას მაინც უნდა მიხვდეს, რომ არასწორად ჩაიცვა და თვითონ გამოასწორა შეცდომა მაგალითად, ხო? ანუ აი სახელო ვერ მოძებნა და თვითონვე მოახერხა, რომ მაგალითად აი მოძებნა სწორად მაგალითად ეს სახელო, ხო? ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია ყოველთვის ქოთანი, გადაჭრა ბავშვის
არ ვიცით საიდან უნდა დავიწყოთ და თუ შეგიძლიათ რომ აი რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ აი როგორც თქვენ ბრძანეთ რომ გასაგებია რომ 2 წლიდან კი არა 1 წლიდანაც მიყავს ყველა საბაღში ბავშვი ეს ეხება კერძო ბაღებს მე არ მაქვს საჯარო ბაღების საუბარი საჯარო ბაღებში საერთოდ ასაკი განისაზღვრება 2 წლიდან მაგრამ აი ხომ არ არის ადრე თუნდაც ქოთანზე 2 წელი ხომ არ შეიძლება რომ 3 წელი იყოს უფრო ძალიან კარგი შეკითხვა, აქტუალური შეკითხვა, რა თქმა უნდა და მე იმედია მოვასწრებთ ბანაობასთან დაკავშირებითაც, ანუ ტანის და დავუშვათ ინტიმური ჰიგიენის დაცვა, დავუშვათ როდიდან უნდა დავიწყოთ დამოუკიდებლად, მაგრამ უკვე ინტიმური ჰიგიენა ახლოს არის ტუალეტის ჩვევებთან. რატოა ეს კარგი შეკითხვა და აქტუალური შეკითხვა და რატო აქვს ძალიან დიდი საზღვრები ამ უნარის განვითარებას. ნახეთ, პირველი, რასაც სასურველია, რომ ბავშვი ფსიქოლოგიურად მიეჩვიოს, არის არა პამპერსში, არამედ სივრცეში მოშარდვა და სივრცეში კუჭის მოქმედება. ანუ თუნდაც ეს იყოს გადაყენების დაუშვათ ფორმით, როგორც კი ბავშვს პრინციპში ჯდომის უნარები აქვს განვითარებული, ნახეთ, ანუ უკვე 8 თვის ბავშვი, 9 თვის ბავშვი მყარად ზის, ანუ მისი მენჯი, მისი ხერხემალი ჯდომარე პოზიციისთვის სრულიად მზად არის და რამდენიმე წუთი მას ამ პოზიციაში თავისუფლად შეუძლია რომ შეინარჩუნოს სიმყარე. რა თქმა უნდა, არ იგულისხმება რომ 8 თვის ბავშვი პირდაპირ ქოთანზე უნდა დავსვათ და დავტოვოთ, რაც მთავარია, თუნდაც მისაყუდებლიანი ქოთანი იყოს, თუმცა აკრძალული ესეც არ არის. პირველ ეტაპზე შეიძლება მივეჩვიოთ იმას, რომ ნახეთ, ყოველთვის ეს ფიზიოლოგიური მოთხოვნები, შარდზე გასვლა იქნება თუ განსაკუთრებით კუჭის მოქმედება, დაკვირვებულ მშობელს ყოველთვის შეუძლია ამოიცნოს დროები. დაახლოებით როდის აკეთებს ამას ბავშვი. და ჩვენ შეიძლება ამ დროს დავუდარაჯდეთ და წინასწარ შევუხსნა. ნახეთ, ის კი არა რომ პამპერსში არ შვება. შეიძლება იგივე პამპერსი მქონდეს მაგალითად მომარჯვებული, მაგრამ რაღაც გადაყენების პოზიციაში, ანუ მჯდომარე პოზიციაში დავიჭირო ბავშვი, ისე რომ უშუალოდ მჭიდროდ შეკრულ პამპერსზე კი არა, ცოტა სივრცეში მოუწიოს მაგალითად მოშარდვა, ცოტა სივრცეში მოუწიოს მაგალითად აი ეს ამ ფეკალური მასების გამოშვება. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ემოციურად ესეც კი დასაძლევი ეტაპია. რომ მე უბრალოდ კი არ გაიჟღინთა ჩემს გვერდით რამე სითხით დაუშვათ და დღეს პამპერსი უკვე ისეა რომ სისველის განცდაც არ არის, ხო? ანუ სისველესაც ვერ გრძნობს, ის უბრალოდ გრძნობს რომ შეაწუხა შარდმა და განთავისუფლდა, შვება იგრძნო ამასთან მიმართებაში, ანუ მინიმალური დისკომფორტიც კი არ აქვს. როდესაც ეს ყველაფერი სივრცეში იწყება, ეს არის ახალი შთაბეჭდილება ბავშვისთვის. ახალი ემოცია, რომელსაც რაც უფრო ადრე მიიღებს როგორც ბუნებრივს და ორგანულს, უფრო ადვილია. იმიტომ რომ მე რჩნდება დამატებითი კითხვები, რომ ეს რა არის, რაღაცა უჩვეულოა და ყველასთვის სასიამოვნო შეიძლება არ იყოს. ვიღაცისთვის შეიძლება გამოიწვიოს შიშიც რაღაცნაირად და შეაკაოს ეს, ანუ ეს იმდენად უჩვეულოა მისთვის, რომ სივრცეში უნდა მოშარდოს, იმიტომ რომ იმას თავისი ხმა აქვს, რომელიც მანამდე უფრო ისეთი იყო მოგუდული, ხო? სუნი აქვს თავისი რაღაცა დამატებით ის არის შეგრძნება, რაც მთავარია სხვანაირი, ვიდრე დავუშვათ მანამდე იყო. ამას რაც უფრო ადრეულ ეტაპზე, თუნდაც პერიოდულად ბავშვი მიეჩვევა, შეიძლება მე ყველა მოშარდვას ვერ მიუსწრო, ყველა დეფეკაციას ვერ მიუსწრო, მაგრამ ნახეთ, აი ახლა უკვე ვიცი, რომ ახლა ეს კუჩში გავანახე, უკვე ცოტა ისეთი იციან ხოლმე ხმების გამოშვება, იციან რაღაცა მოძრაობები. გავხსენი ბავშვი და თუნდაც აი იმაში შეიძლება მიფარებული ქონდეს, მაგრამ ისე მჭიდროდ აღარაცვია პამპერს. რაც უფრო მოვიზარდეთ მერე და ჯდომა გავამყარეთ, შეიძლება რომ დავიწყოთ დამეგობრება ქოთანთან. აქ არ იგულისხმება რომ თლაც სათამაშოდ უნდა ვაქციოთ ეს ქოთანი და შიგნის სათამაშოებს ჩავყაროთ, მაგრამ ის რომ პერიოდულად ნახე ხელით შევეხე, რაღაცა ესეთი ახლა ნუ თბილი უნდა იყოს, ის რაღაცას არ უნდა იყოს და პერიოდულად თუნდაც ჩაცმული დავსვი, რაღაცა რამდენიმე წუთი ეს წონასწორობა შეინარჩევ და გადმოვსვი. დავსვი, გადმოვსვი. ნელ-ნელა მე შეიძლება უკვე ცოტა ტიტლიკანა დავსვა მაგალითად ზედ, ხო? რომ აი ეს შეგრძნება გაითავისოს, ისევ გადმოვსვი აქედან. და მე იცით რა პამპერსი რაც უფრო ხა სადღაც ზოგჯერ წლიდანაც შეიძლება გააჩნია ინდივიდუალურად ბავშვის მზაობას და რაც უფრო ადრე დავიწყეთ ეს დავუშვათ მზაობა, მაგრამ ის რომ 1 წლის ბავშვს მინიმუმ ესე პერიოდულად შეხსნილი საფენით
თუნდაც არა ქოთანზე, მაგრამ ისე გადაყენებით ან დაჭერით ან თუნდაც შეხსნილ საფენზე რო არ წავა ხალი სვამის გაკეთება, ცოტა გვიან არის. იმიტომ რომ რაც უფრო ეს მაშინ ნორმად მიიჩნევა, რომ მან უბრალოდ უნდა გაჟღინთოს საფენი და უშუალოდ თავის ბიოლოგიური სითხით, მით უფრო გაუჭირდება ამ ფსიქოლოგიური მომენტის გადალახვა, ხო? და უკვე 2 წლის ასაკში, რამდენადაც ის არ უნდა იყოს უჩვეულო, იმას კი არ ვაჩვევ, რომ საერთოდ ქოთანზე დაჭდეს. ქოთანთან ის მეგობრუნდა მეგობრობდეს უკვე, ასე ვთქვათ, და ჩემი დახმარებით შევიყვანე, გავხადე, დავსვი, დაველოდე, ასე ვთქვათ, და გამოვიყვანე, გავასუფთავე. 2 წლისთვის ველოდებით იმას, რომ მან გარკვეულად თვითონვე უნდა წავიდეს. ანუ გამასწრო, შემასწრო აბაზანაში და მე დავედევნე, რომ ზედამხედველობა გავაკეთო. მაგალითად, საცულის გახდა უკვე მოახერხა, გაასწორა ეს ქოთანი დაჯდა, თუმცა ახლა გასუფთავებაზე რა თქმა უნდა, მას ჩემი დახმარება დასაწყისში დაჭირდება. და ნახეთ, უკვე ბავშვის დამოუკიდებლობაზეც არის დამოკიდებული, რაც უფრო 2 წელს გადავაბიჯეთ და რაც უფრო უკვე 2 წლინახევრის ავართ და მით უმეტეს თუ 3-ს მივუახლოვდით, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მან გასუფთავებაც უნდა შეძლოს თვითონ. ეხლა რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, პირდაპირ ესე რაღაცა მივეცი ქაღალდი და აბა შენიციო, არ გამოვა ცოტა, ხო? ძალიან ბევრი ვიდეოა ხოლმე სახალისო, აი მაგალითად გაბერილი ბუშტებით, როგორ ასწავლიან მაგალითად დეფეკაციის მერე გამოსუფთავებას, ხო? ან გოგონებს გამოსუფთავებას. ესეც ძალიან სახალისო ესეთი ვიდეოებია, თუმცა რა შეიძლება დაუშვათ დამატებით სახში გავაკეთოთ ზედმეტი ბუშტების და ამის გარეშე. ის რასაც მე ისედაც ვაკეთებ, ხო? ქაღალდით, ნაჭრით და ასე შემდეგ. ნახეთ, ბავშვის ხელზე დავაფინეთ ქაღალდი. ხელი მე დავიჭირე და ანუ ქაღალდსა და ჩემს ხელს შორის არის ბავშვის ხელი და განვახორციელე ყველაფერი ის, რასაც ისედაც ვაპირებთ, ხო? ანუ ბავშვმა პასიურ რეჟიმში დაიწყო ამ უნარის დამუშავება. არ ვუშვებ დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ხელში არ ვაძლევ ქაღალდს და დამოუკიდებლად არ ვაკეთებინებ, მაგრამ ჩემთან ერთად ისე რომ მე მიჭირავს მისი ხელი, ქაღალდი უჭირავს ბავშვს. ეხლა მე ხელი ისედაც უნდა დავიბანოს და ასედაც უნდა დავიბანოთ ყველამ, ბუნებრივია, გარკვეული ლაფსუსები და გარკვეული გადაცდომები გვექნება, მაგრამ ნაბიჯ, ნელა-ნელა ის რო ეს კარგია, ეს რო ეს დაუშვათ ეს ასეც უნდა მოხდეს. არა, მოდი ეხლა მოდი შენ თვითონ ვცადოთ, აბა მოდი შენით ვცადოთ. ეს მუშაობს. ნამდვილად მუშაობს და ბავშვებს თანდათან პირიქით ემატება თავდაჯერება. ის კი არა რომ მე მეზარება შენთვის ამის გაკეთება. ნახე უკვე დიდი გოგო ხარ, ნახე უკვე დიდი ბიჭი ხარ, ნახე რა კარგად გამოგივით. და შუალედებში ქოთნის ზოგადად ქოთანთან მეგობრობა, ზოგადად ის რომ რას ნიშნავს ეს ტუალეტის ჩვევა, ეტაპობრივად უნდა შემოდიოდეს როლური თამაშის შინაარსშიც. ხო? სახლობანა რო ვითამაშეთ, ფერმა რო ვითამაშეთ, რა ვიცი, რამეები რო ვითამაშეთ, იქ რომელიმე მოქმედ გვირს პერიოდულად უნდა უნდებოდეს ტუალეტში, ასე ვთქვათ, დათუნია გავიყვანეთ, დათუნიას თავისი ქოთანი აქვს, ან თავისი უნიტაზი აქვს, ხო, სიტყვაზე. იგივე გასუფთავების ფენომენი, აი როგორც მე დავუშვათ შენ რო დედიკო გეხმარება, დავუშვათ ბავშვმა შეიძლება იგივე პროცედურა დათუნიასთან განახორციელოს, თოჯინასთან განახორციელოს, ხო? ეს ნელ-ნელა. ნახეთ, ერთ დღეში და ორ დღეში რა თქმა უნდა ეს არ ხდება. მაგრამ თუ ამას უკვე ვიწყებთ სადღაც 2 წლიდან, საკმარისი დრო გვაქვს, რომ ამისთვის 3 წლისთვის მართლა დამოუკიდებლად იყოს ამისთვის მზად, ხო? ასევე მაინტერესებს პრობლემების გადაჭრა, როგორ უნდა მოახერხოს, აი ინიციატივაც რომ გქონდეს. კი ბატონო, ესეც ძალიან კარგი შეკითხვა. აქ უკვე გადავდივართ გარემოსთან სოციალურ დამოუკიდებლობაზე გადავდივართ ამ შემთხვევაში. თუ შეიძლება რომ არ დაგვავიწყოთ აქვე აი ვინაიდან წინა ქცევაზე არა ინტიმური მების ჰიგიენა, ინტიმური უბნების ჰიგიენა, ვინაიდან მაინც ტუალეტის ჩვევებთან ახლოს არის ესეც. რატო ამ მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად 2-დან 3 წლამდე უკვე მარტო იმიტომ კი არა, რომ მან თვითონ ისწავლოს გამოსუფთავება. ნელ-ნელა მის ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს ის ფაქტი, რომ მის ინტიმურ ადგილებს ხელაღებით ასე უმიზეზოდ და რეგულარულად უცხო ადამიანი არ უნდა ეხებოდეს, ხო? და მარტო ის არ არის, რომ დაუშვათ ტუალეტის მერე თავი გაისუფთავს. იგივე ხდება დაბანის დროსაც, ანუ ტანის დაბანის დროს ბუნებრივია მით უმეტეს თავის დაბანის დროს, კარგახანს ანუ 4-5 წლამდეც ბავშვს დახმარება დაჭირდება ბუნებრივია, მაგრამ წახალისება როგორც მანამდე ხელი დავაბანინე თავისით, ისე რომ დავუშვათ ფეხები დაიბანე, მაგალითად მუცელი დაიბანე, ამას ვეუბნები და ინტიმური უბნები იგივეს ვაკეთებ, ნახეთ, მე აღარ ვეხები, ესე მათ რა ქვია, დაუდევრად და პირდაპირ ვიღებ ბავშვის ხელს და
ბავშვს დავაბანინე თვითონ მაგალითად ინტიმური უბნები, თან ვაკონტროლებ მისი თითების და ამის რაღაცა ზომიერებას და ამასაც, მაგრამ ზუსტად ის რომ უკვე თვითონ აუცილებლად მისი ხელი უნდა იყოს გაშუალებული და ნელ-ნელა ხვდება იმას, რომ ზედმეტად და რაღაცა უმიზეზოდ თუ არ არის რამე ჯანმრთელობის პრობლემა, თუ არ არის რაღაცა ტკივილი მაგალითად ან რაღაც ესეთი გამოსაკვლევი, მშობელიც კი ზედმეტად და არ არის საუბარი იქ მეგობრებზე და ასე ვთქვათ რაღაც ისეთ სხვა ოჯახის წევრებზე, ისიც კი არ უნდა შეეხოს ზედმეტად ამ უბნებს. ანუ იგივენაირად ესე ბავშვის ხელით ტანის უბრალოდ გასუფთავების დროს და ტანის დაბანის დროსაც ჯობია რომ ეს გავაკეთოთ და 5, 6, 7 წლის ბავშვი უკვე მაქსიმალურად თავის დაბანაზე უფრო დიდხანს სჭირდებათ ხოლმე მეთვალყურება რომ საპონი კარგად მოიცილოს, მაგრამ ტან შხაპს მაგალითად აი ზაფხულში ესეთი ყოველდღიური ტანზე გადავლება რეალურად მე გვერდით ვარ ვაკონტროლებ, მაგრამ წესით ის თვითონ აკეთებს უკვე ყველაფერს. 5, 6, 7 წლის ბავშვია ამ შემთხვევაში საუბარი უპირობოდ. ეხლა რაც შეეხება სოციალურ დამოუკიდებლობას, აი უკვე სწორედ იმიტომ არის, რომ აი 3 წლისთვის რატო არის მეტნაკლებად და უნდა იყოს მზად ბავშვი ბაღისთვის, იმიტომ რომ კარგი დროა იმისთვის, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ აი ამ სოციალურ ემოციური სფეროს, ასე ვთქვათ, გაფართოება და ნელ-ნელა აი ამ დამოუკიდებლობის მინიჭები, მიღებაც, ასე ვთქვათ. პრობლემის გადაჭრაში იგულისხმება მარტივი დავალებები, მარტივი თავსატეხები, ასე ვთქვათ, ანუ ვერ გააღოკარები და მოსინჯა სხვანაირად სიტყვაზე ამას სხვა საკეტი აქვს, იმას სხვა საკეტი აქვს, 100 არიღება, ჩემსკენ არიღება, ანუ მიწოლით არიღება შეიძლება ჩემსკენ ჭირდებოდეს მაგალითად გამოწევა, ხო? მაგალითად კარების კარადის კარებს უშლის რაღაც სკამი უნდა მივხვდე რომ გამოვაჩოჩე ეს სკამი და დაუშვათ გავაღე ეს კარები, ხო? ეს ანიჭებს დამატებით დამოუკიდებლობას სივრცეში და პატარ-პატარა გადაწყვეტილებების მიღება უკვე რა თქმა უნდა ჭირდება და ნახეთ, აი 3 წლამდე უპირობოდ ითვლება რომ ბავშვები მარტო არ თამაშობენ, ანუ ყველა ვარიანტში ერთად ვართ და მათთან ერთად ანუ პარტნიორი ვარ. 3-დან 5 წლამდე ნელ-ნელა ვაძლევთ ავტონომიას ამ თამაშის დროსაც. თუმცა ვარ გვერდით აუცილებლად, ვარ პარტნიორი ამ შემთხვევაშიც თამაშის დროს, მაგრამ ნახეთ, აი კონფლიქტურ სიტუაციებში სიტყვაზე ვერ გაიყვეს სათამაშო, რაღაცა წაკინკლავდნენ. 3 წლამდე ბავშვებს აუცილებლად ანუ გავაშველეთ, რაღაცა ჩვენ თავზე ვიღებთ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტს. მაგრამ 3 წლის მერე განსაკუთრებით 4 და განსაკუთრებით 5 წლის ასაკში უკვე შეიძლება რომ ცოტა აი მაშინვე არ გამოვიდე, ასე ვთქვათ, არენაზე და მივცე საშუალება რომ იქნებ თვითონვე რაღაცნაირად დაარეგულირონ ეს პრობლემა. ანუ აუხსნან ერთმანეთს რომ ეხა ჩემი ჯერია, შენ ხო დიდი ხანი გქონდა ეს ხო? აი ხო გითხრეს რომ ეს დავუშვათ ორივესია, ეხლა მე მინდა გთხოვ, მომეცი თუ შეიძლება, ხო? ნუ იგულისხმება რომ ესენი მანამდე ნამეცადინები უნდა გქონდეს და 3 წლიდან 5 წლამდე ამ ყველაფერზე აქტიურად მაგალითს ვაძლევთ და ნიმუშს ვაძლევთ, მაგრამ აი 5 წლიდან მეტნაკლებად თავისუფლება რომ კონფლიქტიც იქნებ თავის თვითონვე დაუშვათ მოაგვარონ, მაგრამ რა თქმა უნდა მარტო არ ვტოვებ, რჩები როგორც კი ცოტა მაშინ გადავიდა, რა ქვია, ზედმეტ მასზე გადავიდა, რა თქმა უნდა იქ უნდა დროულად ჩავერიო, რომ აი რაღაცა უკან დასახევი გზა უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში დატოვებული, ხო? აი მაინტერესებს ასევე ქცევა. და აი ამ ქცევის მიხედვით წესების დაცვა გარემოსთან მიმართებით. კი ბატონო, წესები როგორ როდის შემოდის ნელ-ნელა. წესებს გააჩნია, მოდი პირველად ესე პირველ შემთხვევაში ესე ვთქვათ, რაც უფრო მეტი მოტორული დამოუკიდებლობა აქვთ ბავშვებს, მაგალითად აი 5 და 6 წლის ბავშვი უკვე იგულისხმება, რომ აი იმდენჯერ უნდა მქონდეს ეს ახსნილი, იმდენჯერ უნდა ვიყოთ მაგალითად ქუჩაზე ერთხელ გადანასვლელი, ერთად გადანასვლელი, რომ აი ის რომ მწვანე შუქს ველოდებით ეხლა, დედა ნახე წითელი აინთო ვეღარ მოვასწრებთ გადასვლას, ან მწვანეა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ, აი ჯერ ყვითელია. უკვე პრინციპში ამ წესებთან წინა სასკოლო ასაკის ბავშვი მზად უნდა იყოს და სასკოლო ასაკისას წესით ეს პრობლემა არ უნდა ქონდეს, ანუ მანამდე იმდენჯერ უნდა იყოს დამუშავებული ამ თვალსაზრისით. აი იქ უკვე როგორ ვიქცევით ხანძრის დროს მაგალითად, ხო? როგორ ვიქცევით მაგალითად ესეთი რაღაცა მიწისძვრის დროს, როგორ ვიქცევით თუ მეგობარს მაგალითად რაღაც საფრთხე დაემუქრა, ან ვინმე მხელი გაიჭრა მაგალითად, ან ასე შემდეგ. აი ამ აქტივობებისთვის სწორედაც
ბაღში ხანდახან მეტი შესაძლებლობაა ხოლმე, ხო? ვიდრე მაგალითად სახლში. თუმცა სახლში შეიძლება ამაზე ზრუნვა და რა თქმა უნდა ბაღში შეიძლება ამაზე ზრუნვა. მაგრამ უკვე 5-6 წლიან ჯგუფებში რეალურად აქტიურად ასწავლიან ხოლმე როგორც წესი პირველი დახმარების აღმოჩენასაც, რას ვაკეთებთ, როდესაც ხანძარია მაგალითად, ხო? თავი როგორ დავიცვათ და მეგობარი როგორ შეიძლება დავიცვათ, ხო? მაგალითად ცხოველებზე ზრუნვას და ასე შემდეგ. აი ესეთი უკვე ცოტა გაფართოებული სოციალური ქცევა 5-6 წლიდან უკვე ესეთი აქტუალურია და რეალურად ბავშვი ნავარჯიშებიც უნდა იყოს და უნდა უნარებიც ქონდეს. რა თქმა უნდა ჩვენ დღეს გამოვიდა რომ საუბრობთ მხოლოდ ტიპიური განვითარების ბავშვებზე, ხო, რომელსაც არ აქვს სხვა საჭიროება. ხობით ხრჩება 6 წუთი გადაცემის დასრულებამდე მე მინდა გითხოთ პროტესტიც და აი უსაფრთხოებასაც როგორ უნდა მივაქციოთ ბავშვის, აი ამ ყოველფრის უფლება რომ მივცეთ, ხო? როგორ უნდა მივხედოთ იმას, რომ იყოს ჩვენი შვილი უსაფრთხო. კარგი შეკითხვაა ძალიან, რაც უფრო პატარაა ბავშვი, აბსოლუტურად ჩვენზეა ეს პასუხისმგებლობა, ხო? ანუ გარემო უნდა იყოს უსაფრთხო. ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ როგორც კი ფეხი აიდგა ბავშვმა და როგორც კი მას დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია, მით უმეტეს აი ბავშვის სიმაღლე, აწეული ხელი და სადღაც 1.15-20 სანტიმეტრი უნდა იყოს უსაფრთხო, მჭრელი, მსხრევადი, ჩხვლეტია საგნებისგან, ხო? არ უნდა იყოს ადვილად აი სადენები არ უნდა იყოს ისე გაბმული, რომ მან ფეხი წამოკრას, საფეხური უნდა იყოს დაძლევადი, ასე ვთქვათ, ბავშვისთვის და არ უნდა იყოს აი უჩინარი ბარიერები, მაგალითად საფეხური, რომელიც არ არის კარგად გამოყოფილი და გამოკვეთილი, კუთხეები და ეს არ უნდა იყოს ძალიან ესეთი, რომ უცებ ფეხი არ წამოკრას ბავშვმა და შემთხვევით რამე ესეთ არ დაეჯახოს. რაც უფრო პატარა, აბსოლუტურად ჩვენზეა. მაგრამ ნელ-ნელა მერე უკვე იმ პატარა წაბორძიკებებით და იმით ის რომ ფრთხილად საფეხური. ეხლა აქ ნელა ავიდეთ, აქ უფრო ჩქარა შეგვიძლია ჩამოვირბინოთ, აქ ისევ დავუშვათ ნელა უნდა გადავაბიჯოთ. საკმარისი გამოცდილება უნდა იყოს ბავშვის ცხოვრებაში დაგროვილი, იმდენად რომ 5-6 წლის ასაკში მინიმალური საფრთხეები მაგალითად და აკრძალვებს გარკვეულად ნახეთ, აი უკვე რაღაცა პირობა გვაქვს მაგალითად, რომ თუ ეს ნიშანია კარებზე, ხო, მაგალითად აი აკრძალვის ნიშანი, რეალურად არ უნდა გადაკვეთო მაგალითად ეს, ხო? ან არის, რა ვიცი, დავუშვათ აი ცხელი წყლის და ცივი წყლის ნიშნული მაგალითად, ხო, აი ამისი გარკვევა წინა სასკოლო ასაკში განსაკუთრებით 5 წლიდან და ნუ რეალურად სასკოლო ასაკის ბავშვს მით უმეტეს ეს არ უნდა გაუჭირდეს. ისევ და ისევ ვამბობთ, რომ სრულიად დამოუკიდებლად ისე რომ ბავშვი მარტო დავტოვე მაგალითად სივრცეში, სადაც არც ერთი მოზრდილი არ არის. ეს მოზარდობამდე რეალურად გამართლებული არ არის, თუმცა გააჩნია სახლის სივრცეს ალბათ სადღაც 8-9-10 წლის ბავშვიც ხანდახან ხანმოკლედ მაგალითად და რამდენად სანდოა ბავშვი კიდე რამდენად ონავარია გასაგებია შეიძლება, მაგრამ მოზარდობამდე როგორც ესეთი მარტო სივრცეში ბავშვის დატოვება გარკვეულ რისკებს შეიცავს ხოლმე, ანუ ძალიან უნდა ვენდობოდე იმ გარემოს. ანუ მოზრდილი მაინც გვერდით არის, თუმცა უწყვეტად კუთში დევნა, უწყვეტად მითითება, რომ აი მაგკარებში არ შეიძლება, ანუ ის სიმბოლოების ამოცნობა და წესების ამოცნობა უკვე რა თქმა უნდა შეეძლოს. 5 წლიდან საბაზისო წესებს უნდა ცნობდეს, ასე ვთქვათ, ბავშვი და სასკოლო ასაკში უმეტეს, ანუ, იმიტომ რომ სასკოლო ასაკში ნახეთ, დამოუკიდებლობაც იმდენად უნდა იყოს განვითარებული, რომ ითვლება, რომ სასკოლო ასაკის ბავშვმა ხემსი მაგალითად თვითონ აი ააწყო ბუტერბროდი, ეს უკვე თვითონაც უნდა შეძლოს. ჩანთა თვითონ უნდა ჩაილაგოს მაგალითად, ანუ უნდა ახერხებდეს, რომ აი ესეთი საბაზისო ნივთები მოაწესრიგოს და თვითონ ჩადოს. ეს სკოლაში წასასვლელად იქნება თუ 5 წლიდან შეიძლება სხვათა შორის ბავშვი მივაჩვიოთ იმას, რომ შენი ჩანთა ჩაალაგე, რომ აი შენი რომელი სათამაშოს წაღება გინდა ამოარჩიე მაგალითად, ხო, აი შენი ხელთათმანები ჩადე მაგალითად ჩანთაში, შენი კონტეინერი, საკვების კონტეინერი შენ თვითონ ჩადე ჩანთაში. 5 წლიდან შეიძლება ამაში პატარ თამაშით ამის სწავლება, მაგრამ სასკოლო ასაკის ბავშვმა წესით შეიძლება ჩემი მეთვალყურეობა გარკვეულწილად დაჭირდეს ნიუანსებთან მიმართებაში, მაგრამ ნუ აი გულისხმობა, რომ აი ისე ცხრილიც ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ მაგალითად 5-დან 4 დღე მაინც დამოუკიდებლადაც რაღაცა ზედმეტის
არ ჭირდებოდეს მინიშნება და შემოწმება, ასე ვთქვათ, ამ უნარებს. გამიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, უღმეს მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის და დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ და მობრძანდით. ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე იყო და მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ თამარს არ მოვასვენებ, სანამ კიდევ არ მოვა ჩვენთან გადაცემებში და არ გავაგრძელებთ გადაცემათა ციკლს, იმიტომ რომ ეს არის თემები, რომელიც აინტერესებს ძალიან ბევრ ადამიანს და არიან რაიონებში, ახლა მე როდესაც დავდიოდი სოფლებში, იცით, აინტერესებთ და არ აქვს ამაზე ინფორმაცია და ამიტომ გიხდით ძალიან დიდ მადლობას, რომ მოიცალეთ და გვესტუმრეთ. ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ, ნახვამდის. ნახვამდის.